გამშვიდობისა საქართველო, თქვენ უყურებთ კურიერს 8 საათზე, დღეს 10 აპრილია. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომები გრძელდება. კომისიის წევრები დღეს როინ შავაძის მკვლელობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეებზე იმსჯელებენ. ხდომაზე მიწვეული არიან თავდაცვის სამინისტროს მოკლული სერჟანტის მეუღლე ციცინო შავაძე, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სხვები. მმართველი გუნდი მიმდინარე პროცესის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულების ობიექტურად გამოსაძიებლად რეალურად არაფერი კეთდება. კომისიაზე ადამიანები მოდიან და ყვებიან იმ ისტორიებს, რომელიც პრაქტიკულად არის შემზარავი თავიდან ბოლომდე. ეს ეხება როგორც წამებას ციხეში, როგორც დაპატიმრების პროცესებს, ასევე საპატიმროს გარეთ წილების წართმევას და ათასგვარ უბედურებას. ეს რეალურად არის ის პროცესი, რა პროცესიც აუცილებლად დასრულდება იმით, რომ კომისიის დასკვნაში აისახება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ აღარ არსებობდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა როგორც პოლიტიკური ძალა. ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის იძახდა, რომ ეს პარლამენტი იყო არალეგიტიმური, შესაბამისად გარკვეული პროცედურული დარღვევებით არის შექმნილი ეს საგამოძიებო კომისიაც. ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ ხორციელდება რეალურად ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად. კომისიის მუშაობა აუცილებელი არის, კიდევ ერთხელ დასტურდება, იმიტომ რომ ეს გამგზობითი დანაშაული ამ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა უნდა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და ის, რაც მათ საქართველოს მის მოქალაქეებს დამართეს, ამას პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. ბიძინა ივანიშვილის როგორც საფრანგეთის მოქალაქის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე გერმანელმა ევროპარლამენტარმა. მიხაილ გალერი ამბობს, რომ თუ ივანიშვილს რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა მიღებული იქნას. ვიმეორებ მოწოდებას, რომ ორბანი თუ ბლოკავს ევროკავშირის ზომებს, მაშინ იქნებიყოს გარკვეული კოორდინაცია აღმასრულებლის მხრიდან დარჩენილ წევრ სახელმწიფოებთან, რომ მათ მიიღონ ზომები რეჟიმის წინააღმდეგ. კერძოდ, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ არ ვცდები, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა. შესაძლოა, თუ მას საფრანგეთში რაიმე აქტივები აქვს, იქაც იქნას მიღებული გარკვეული ზომები. ამის გარდა მიმაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა იმ საშუალებებით, რაც გაგვაჩნია საკუთრებით მაშინ, როდესაც USAID იქ აღარ არის. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საშუალებები ევროპის დემოკრატიის ფონდის და ჩვენი ქვეყნების ეროვნული ფონდების ფარგლებში, რომლებსაც შეუძლიათ იქ მყოფი დემოკრატების დახმარება. გერმანელი ევროპარლამენტარის ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის თქმით, კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო არა და კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ კი ეს ღრმად საბჭოთა აზროვნება და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი. 9 აპრილის ტრაგედია ქართულ პოლიტიკაში დღე, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს, წელს საზოგადოების კიდევ უფრო გამყოფი აღმოჩნდა. რუსთაველის გამზირზე მომხდარი გუშინდელი არაერთი დაპირისპირება მმართველმა გუნდმა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ გარე ძალები საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩასა და სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს. ანალოგიურ ბრალდებას თავის მხრივ ქართულ ოცნებას უყენებს ოპოზიცია. შეგახსენებთ, მოქალაქეთა ნაწილს 9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ და მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიძულვილს სტესავს ქართული ოცნება. ქაოსი, კრიზისი შექმნა მან. ევროპასთან ურთიერთობა გააფუჭა მან. მარტო დატოვებას ამქვეყ ჩვენ ქვეყანას ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ უპირებენ ისინი და კიდე სხვაზე როგორ ლაპარაკობენ საერთოდ. ეს ადამიანები კი, ვინც ჩვენ დავინახეთ მემორიალთან, იბრძვიან უცხო ქვეყნების გავლენების გასაძლიერებლად. ეს გავლენები ძალიან ნათლად ჩანს, მათ შორის დაფინანსებები, რომელთაც ეს ექსტრემიზმი და ეს სიძულვილის გაღვივა მიმდინარეობს, ამის გამოხატულებაც იყო 9 აპრილის მემორიალთან ადამიანების ჩვეულებრივი
მოქალაქეების არ მიშვება და რა თქმა უნდა სიძულვილი, რომელსაც ეს NGO ორგანიზაციები თავისი პირდაპირი დანიშნულებით აღვივებენ, რა თქმა უნდა არ ემსახურება არანაირ ქართულს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დღეს დებატი შედგება. დაგეგმილია რეზოლუციის მიღებაც. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართება. ტექსტის პირველადი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე განიხილავს საქართველოს საკითხზე უკვე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებს, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება. 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქვეყნების უმეტესობისთვის დაწესებული ახალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დროის განმავლობაში თითქმის ყველასთვის 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს. უფრო მეტიც, პეკინისთვის გამოცხადებული 104%-იანი ტარიფი გაიზარდა და 125-ით შეიცვალა. ტრამპის ახალი გადაწყვეტილება მისივე განცხადებით უკვე ძალაშია. დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა 90 დღის განმავლობაში ზუსტად რომელი ქვეყნებისთვის იმოქმედებს შემცირებული ტარიფები. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რომლებიც არანაირი ფორმით არ გამოდიან შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ტრამპის გადაწყვეტილებას ამერიკულ ბირჟებზე უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასების მკვეთრი ზრდა მოყვა. სამუშაო დღის დასასრულს საშუალოდ ინდექსებმა 7-დან 12%-მდე მოიმატა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ახალი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. პალესტინური ანკლავის ქალაქ სუჯაისში ისრაელის ძალების იერიშს 35 ადამიანი ემსხვერპლა. ფრანც პრესის მონაცემებით უმეტესობა ქალი და ბავშვია. დაიჭრა 55 ადამიანი. ამ დროისთვის დარტყმის ადგილას სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ 80-მდე ადამიანს. ისრაელის სამხედროებმა გადაცხადეს, რომ დარტყმის სამიზნე ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მეთაური იყო. მედიის ცნობით, საჰაერო ოპერაციის გარდაც ახალი კონფლიქტის ზონაში მდებარე დევნილთა ბანაკებში რეიდებს ატარებს. €40,000 ჯარიმა საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია. UEFA-ს გადაწყვეტილებით გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის ლაზერული სანთებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ასევე გასასვლელების ბლოკირებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 40,000-ით დაჯარიმდა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები UEFA-ს ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი 2026-27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. დღეს ახალი ამბების ნახვა ვრცლად უკვე ჩვენს ვებგვერდზე, რუსთავი 2.G შეგიძლიათ, მე კი ამით 9-მდე გემშვიდობებით დროებით.